თანამედროვე მსოფლიო, მათ შორის საქართველო, სამმაგი პლანეტარული გამოწვევის წინაშე დგას. წყლის, ჰაერისა და ნიადაგის მასშტაბური დაბინძურება და დეგრადაცია, ბიომრავალფეროვნების შემცირება და კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას, ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მის უსაფრთხოებას და სხვა ძირითადი უფლებებით სათანადოდ სარგებლობას. თანამედროვე გარემოსდაცვითი პრობლემები ანთროპოგენული ხასიათისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ადამიანის საქმიანობის შედეგად არის გამოწვეული. ეს ძირითადად დედამიწაზე არსებული ისედაც შეზღუდული რაოდენობის რესურსების გადაჭარბებულ მოპოვებას, დასავლეთის ქვეყნებში მე-18 საუკუნეში დაწყებული ინდუსტრიალიზაციის პერიოდიდან მოყოლებული საწვავი წიაღისეულის გამოყენებას, მოსახლეობის რაოდენობის მზარდ ტენდენციასთან არის დაკავშირებული. გარემოსდაცვითი სამართალი შედარებით ახალი დარგია. ვინაიდან ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის შუა რიცხვებამდე მწირი ცოდნა არსებობდა თუ რა სახის უარყოფით გავლენას ახდენდა საზოგადოებაზე გარემოში ადამიანის ზემოქმედების შედეგად მიმდინარე უარყოფითი ცვლილებები. 1960-იან წლებში მეცნიერული ცოდნისა და შესაბამისი მტკიცებულებების გაჩენის შედეგად მსოფლიოში პირველი გარემოსდაცვითი მოძრაობაც გააქტიურდა. მას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რეიჩელ კარსონის ნაშრომის მდუმარე გაზაფხულის გამოქვეყნებამ, სადაც ის პესტიციდების უარყოფით გავლენას შეისწავლიდა ეკოსისტემასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. კარსონი ამბობდა, რომ ადამიანის მიერ ბუნების წინააღმდეგ მიმართული ომი საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართული ომია. თანდათანობით გარემოსდაცვითი საკითხები მსოფლიო დღის წესრიგში აღმოჩნდა და საერთაშორისო საზოგადოებამ გარემოსდაცვითი რეგულაციების შექმნის საჭიროება გაიაზრა. 1972 წელს გაიმართა გაეროს სტოკჰოლმის კონფერენცია ადამიანის გარემოზე, რომელიც გარემოსდაცვითი პრობლემებისთვის მიძღვნილი პირველი მსოფლიო კონფერენცია იყო. გარემოსდაცვითი სამართლის მიზანი არაა სრულად შეზღუდოს ადამიანი და აუკრძალოს მას ბუნებით სარგებლობა. მისი მიზანია ადამიანმა შეძლოს განვითარება, თუმცა იმგვარად, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს მისი უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე. ჯანსაღი გარემო თავად არის განვითარებისა და სიცოცხლის აუცილებელი წინაპირობა. ამიტომ გარემოსდაცვითმა რეგულაციებმა ერთი მხრივ ხელი უნდა შეუწყოს ამ ძირითადი უფლების დაცვას და მეორე მხრივ ადამიანებს სოციალური და ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილების შესაძლებლობა მისცეს.